თუ თქვენ გიყვართ ისტორია, განსაკუთრებით საქართველოს მე-19 და მე-20 საუკუნეების უცნობი ისტორია, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს გამომცემლობა არის თქვენთვის დაფუძნებული. მე დღეს მოვიტანე ორი წიგნი და მგონია, რომ ეს ორი წიგნი რაღაცნაირად გადმოსცემს იმ მიმართულებებს, რომლებზეც ჩვენ მუშაობთ. ეს არის გიორგი მირიანაშვილის მოგონებები, რომელსაც ქვია ბოლშევიკის თავგადასავალი. გიორგი მირიანაშვილი იყო ბოლშევიკი, ძალიან ჯეროდა თავდაპირველად ამ ყველაფრის, მაგრამ ამ წიგნში ძალიან რეალისტურად აღწერს თავის ცხოვრებას 1900-დან 1953 წლამდე და იმდენად რეალისტურად, რომ როდესაც ცდილობდა საბჭოთა გამომცემლობებში ამ წიგნის გამოცემას, მას უთხრეს, რომ ის აყალბებდა საბჭოთა ისტორიას და არ გამოსცეს. ის დაიბადა 1897 წელს და მის ბავშვობაში ქიზიყში იყვნენ ცნობილი ყაჩაღები ხარება და გოგია და მათთან რაღაცნაირად მეგზურობას უწევდა ბავშვობაში გიორგი მირიანაშვილი სანამ ბოლშევიკი გახდებოდა. ასევე ის აღწერს ძალიან საინტერესოდ 1924 წლის ამბებს კახეთში, შემდეგ გადმოსახლდა თბილისში და უკვე დანარჩენ თავის ცხოვრებასაც აღწერს. კიდევ კარგი ოჯახმა შეინახა ეს მოგონებები და ახლა ჩვენ სოვლაბთან ერთად ვიმუშავეთ და გამოვეცით ეს მოგონებები. მე ასევე მოვიტანე ოლივერ რაისნერის მონოგრაფია „ქართველი ერის სკოლა“. ეს წიგნი არის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე. რასაკვირველია, ყველამ ვიცით ამ საზოგადოების შესახებ, აი აქ მაგალითად ვენზელია ამ საზოგადოების, რომელიც გრიგოლ ტატიშვილმა შექმნა. ყველას გაგვიგია, ყველას დაგვიჭერია ხელში იაკობ გოგებაშვილის დედაენა. მაგრამ ალბათ ნაკლებად არის ის ცნობილი, რამხელა გავლენა მოახდინა ამ საზოგადოებამ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაზე, მათ შორის პოლიტიკაზეც. ეს წიგნი მოგვითხრობს იმაზე, რომ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ეხლა ასე დავუძახებდით ჩვენ ამ საზოგადოებას, როგორ ფაქტიურად დააფუძნა ქვეყანა. და მე მგონია, რომ ყველა განათლებულ ოჯახში ეს წიგნი უნდა იყოს და ხშირად ვკითხულობდეთ და ამ ადამიანების მაგალითით ვცხოვრობდეთ.